მოგესალმებით, მე ვარ საბაო კუჯავა, ორგანიზაცია საფეხბურთო ხედვას ხელმძღვანელი. ორგანიზაცია საფეხბურთო ხედვა მეორე თვე რაც შეიქმნა ბათუმში, ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს და უკვე წარმატებულ ფეხბურთელებს საფეხბურთო და ზოგადად განათლების მიცემაში დავეხმაროთ და ეს განათლების როლი სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში დავანახოთ მშობლებს, კლუბის ხელმძღვანელებსაც, მწვრთნელებსაც და განსაკუთრებით ბავშვებს და ბავშვები ჩავთვლოთ აი ინტელექტუალურ აქტივობებში, რომ ისინი იყვნენ მოაზროვნე ფეხბურთელები, ისინი იყვნენ გამოირჩეოდნენ როგორც ფიზიკური მონაცემით, გონებრივი მონაცემით, რომ მარტივად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და მოედანზე გამოირჩეოდნენ გონებით. ფეხბურთში დიდი ხანია, აი ასე ვთქვათ, ოჯახით ვარ ჩართულები, მეც დიდი ხანია აქტიურად ვცდილობ სხვადასხვა სივრცეებით ფეხბურთთან ურთიერთობა, სხვადასხვა აქტივობებით. ბოლო პერიოდში რამდენიმე კარგი ღონისძიება ინტელექტუალური თამაშები გავაკეთეთ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებთან, გავაკეთე პირადად მე. აქედან დამებადა იდეა, რომ შეიძლება გავკეთებინა, ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა კონკრეტულად საფეხბურთო განათლებაზე, ანუ ეს ბავშვების საფეხბურთო განათლების გაძლიერებაზე, ზოგადად ბავშვების განათლების გაძლიერებაზე, ინტელექტუალური თამაშებით, კინოკლუბებით, დებატ-კლუბებით, შეხვედრებით საინტერესო ადამიანებთან დაეხმარებოდათ მათ ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი იყო მამოტივირებელი ძალა, ეს დაწყებული რამდენიმე ღონისძიება, რომელიც კერძოდ გაკეთდა. აქედან მივხვდი, რომ ამ ყველაფრის გაერთიანება ძალიან კარგად შეიძლება და პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევავსოთ ორგანიზაცია ბათუმური კლუბებით, საფეხბურთო სკოლებით. ჩვენ გვაქვს ეტაპობრივად გვაქვს დაყოფილი ხედვა, პირველ 5 გუნდებით ყოფთ ორგანიზაციის წევრ გუნდებს, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად ვავსებთ გუნდებს. დინამო ბათუმის საფეხბურთო სკოლასთან გავაფორმოთ პირველი მემორანდუმი, ამის შემდეგ ჩვენ ვითანამშრომლობთ და თანამშრომლობთ საფეხბურთო სკოლებთან, როგორებიც არის West Georgia, პორტუსი, დელფინები და ეხლა შექმნილი საფეხბურთო სკოლა Lions-ი. ჩვენ ამ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა გქონდა. პირველი თვის ჭრილში ბევრი საინტერესო ღონისძიება გავაკეთეთ, მათ შორის ინტელექტუალური თამაშები, რასადროდის, კინოკლუბი ჩამოვაყალიბეთ, საფეხბურთო კინოკლუბი და საფეხბურთო ინტელექტ კლუბი ჩამოვაყალიბეთ. ასევე გქონდა ლექცია, შეხვედრები, სადაც განათლების როლზე ვესაუბრეთ ბავშვებს და მოუყევით ის ამბები, თუ რატო ვართ ჩვენ ამ საქმეში ჩართულები და რატო ჩავერთეთ. ამ ყველაფერით ამის შემდეგ ჩვენ ყველა გუნდთან, ქალაქისგან და საფეხბურთო კლუბებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ჩვენი ორგანიზაცია გრძნობს, იქ გამომდინარე, რომ ყველა ითავისებს განათლების როლს სპორტსმენების ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი როგორც ფიზიკურად უნდა განვითარდნენ, ასევე გონებრივად უნდა განვითარდნენ, მათ ხარტი და განვითარებული გონება უნდა ქონდეთ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე შეძლონ ფეხბურთის თამაში, გადაწყვეტილების მიღება არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც. როგორც გითხარით, ყველა გუნდის ხელმძღვანელობამ, რომელიც ჩამოთვალე, ძალიან აქტიურად ჩაერთო პირდაპირ ოჯახი და ჩვენ თითქმის დარჩენილ კლუბებთან, რომელთანაც ჯერ ურთიერთობა არ ქონია ოფიციალურად, ძალიან მალე დადასტურდება და ჩვენს გამოაქვეყნებთ ინფორმაციას, რომ ყველა საფეხბურთო სკოლასთან თითქმის უკვე დამთავრების ფაზაშია ჩვენი მემორანდუმის გაფორმება და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მიზანია შემდეგ ბათუმს გავწვდეთ უახლოეს მომავალში და აჭარის გუნდები მოვიცვათ. ამის შემდეგ გვინდა რომ საერთოდ აჭარის რეგიონს გავწვდეთ და პრიორიტეტული კლუბები პირველ ეტაპზე, რომელსაც ბევრი რაოდენობის ბავშვები ყავს, თანამშრომლობა და ურთიერთობა დავიწყოთ. პირადად ჩემთვის ფეხბურთის მიმართ სიყვარული ყოველთვის იყო, განსაკუთრებით პატარაობაში 6 წლის ასაკში ყოველთვის ფეხბურთის თამაში მიყვარდა და დავდიოდი საფეხბურთო სკოლას, მათ შორის დინამო ბათუმში ადელს დავდიოდი და დაახლოებით 15 წლამდე ვითამაშე ფეხბურთი, იმის შემდეგ უკვე ვეღარ შევძელი ფეხბურთის თამაშის გაგრძელება. ყოველთვის მაგას აღნიშნავ, რომ ძალიან გული მწყდება, მაგრამ ძალიან დიდი იყო ჩემთვის ჩემში ფეხბურთის სიყვარული, ასე ვთქვათ, პირადად და სულ მინდოდა რომ ფეხბურთის სფეროში ყოფილიყავი და ახლა ჩემთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო განათლება და ფეხბურთი გავაერთიანე და ესეთი ნაზავი მივიღე, რასაქმესაც ახლა ვაკეთებ. როგორც გითხარით, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ საფეხბურთო საქმიანობაში ყოფილიყავი სხვადასხვა მიმართულებით, ჩემი მიზნები და გეგმები მაქვს ორგანიზაციით და ორგანიზაციის იქითაც საფეხბურთო მიმართულებით, რომელზეც მუშაობ ყოველდღიურად. რაც შეეხება ორგანიზაციის გამო, აი რატო ჩავთვალე საჭიროდ რომ ყველაზე მეტად საფეხბურთო მიმართულებით განათლებით დამეწო. მე ვთვლი, რომ ძალიან საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ არა მარტო საქართველოში საფეხბურთო მიმართულებით ზოგადად განათლების პრობლემა დღემდე დგას. ეს რთული სათქმელია და არ არის მარტივად სალაპარაკო, მაგრამ ესე მგონია, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მხარდაჭერა და უფრო ჩართვა და ამ საქმის გამოსწორება ბევრად უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე თვალი დავხუჭოთ და არ დავიჯეროთ ეს მოცემული რეალობა. ძალიან კარგი მწვრთნელები შემოვიდა ქართულ ფეხბურთში
სფეროში, ახალგაზრდებმა დაიწყეს მწვრთნელობად მუშაობა, რაც ძალიან მიხარია ჩემ ქალაქში განსაკუთრებით. ახალი ხედვები შემოიტანეს, ჩვენ ვიქნებით ორგანიზაცია, რომელიც მასშტაბურად დააორგანიზებს ამ ყველაფერს და მთავარი მიმართულება ეს იქნება და ამ ყველაფრის გარშემო იმუშავებს. აი მე ვთვლი, რომ აი არა მარტო ხო, როგორც გარეთ, არა მარტო საფეხბურთო, ზოგადად განათლების პრობლემა დღემდე დგას და ამ ყველაფერს მხარდაჭერა და გაძლიერება ჭირდება. რაც შეეხება საფეხბურთო სფეროში, ჩვენ ბავშვებს არ უნდა მოვატყუოთ ის ყველაფერი, რომ განათლება არ ჭირდება, სულ ამ პრობლემას ვხედავთ ჩვენ. თანამედროვე ფეხბურთში პირიქით არის, ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები, მან როცა გაიზრდება და დიდი ფეხბურთელი გახდება, უნდა შეძლოს, რომ საკუთარი ორგანიზმი მართოს, ასე ვთქვათ, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები მართოს, არა მარტო მოედანზე სხარტი გონებით გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, არამედ თანამშრომლობის დროს, ურთიერთობის დროს, ენების ბარიერი არის ხშირად კიდე ქართულ ფეხბურთელებში. ეს ყველაფერი ქმნის იმ პროცესებს, რომ უცხოეთში, ევროპაში სათამაშოდ ქართული ფეხბურთელი როწევა, ეს განათლება ყველაფერში გამოადგება. ურთიერთობებშიც, მოედანზეც, მოედნის გარეთ ყველაფერი მე ვითავისებ, ამაზე ვფიქრობდი ყოველთვის და ჩემი აზრით კარგი შედეგს მოგწევს ამ ყველაფრის მხარდაჭერა და გაძლიერება პატარებში. ამ ეტაპზე ვართ ორიენტირებული უბრალოდ საგანმანათლებლო ღონისძიებები და აქტივობები გავაკეთოთ ფეხბურთის მიმართულებით და ფეხბურთელებისთვის. ჩვენი დიდი სრულია და მოძიებული გვაქვს მასალა და ჩვენ აუცილებლად ყველა უკვე დავიწყეთ პირველი ტურნირის მხარდაჭერები ვიყავით და ჩვენთვის რჩეული ფეხბურთელები დავაჯილდოვეთ, ასე ვთქვათ. ეხლა ჩვენ პირველ ეტაპზე, დავაჯილდოვებთ სხვადასხვა ტურნირებზე ჩვენთვის გამორჩეულ ფეხბურთელებს, ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელებს წავახალისებთ. ბათუმში რა საფეხბურთო ტურნირი წარდება, აუცილებლად ყველას მხარს დავუჭერთ, შევეცდებით ფინანსურადაც პრიზებით გამოვარჩიოთ ჩვენთვის რჩეული ფეხბურთელები. ყველა გუნდის ხელმძღვანელობასთან როგორც მაქვს ურთიერთობა, ასევე ყველა გუნდის მწვრთნელებთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც კონტაქტი მაქვს ხშირად. ამის გარდა როგორც ჩემი ბევრი ძალიან კარგი მეგობარი, ასე ვთქვათ, მაგრამ საქმეშიც ბევრთან ახლო ურთიერთობა და ჩართული ვართ აქტიურად. ამის გარდა სადაც შესაძლოა მომეცემა მშობლებთანაც ურთიერთობ, რომ ჩვენი ამბავი მაქსიმალურად ბოლომდე სწორად მიუტანოთ ამ მშობლებს. გამორჩევთ არ გადავასახლებ რომელიმე კონკრეტულ სკოლას, უბრალოდ მე მომწონს, რომ ბევრი სკოლა იქნება ბათუმში. ეს ყველაფერი შესაძლებლობას იძლევა, რომ ნორმალური არჩევის საშუალება იყოს, ჯანსაღი კონკურენცია იყოს. ჩვენ ნახეთ, რომ აშენდა ერთი, ესე ვთქვათ, საფეხბურთო მანეჟი, გადახურული მოედანი, ესე ვთქვათ, ესე უძახიან. ამის მერე ავტომატურად მეორე სხვა კლუბმა გააკეთა. იგივე ახლა ვიცი, რომ მესამე გუნდიც იგივეს გაკეთებას აპირებს. ეს ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა საფეხბურთო სკოლები იქნება, ყველას მისი საინტერესო მიმართულება აქვს, ყველა დარწმუნებული ვარ, ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს. არის სკოლები, რომლებმაც უშუალოდ მწვრთნელებიც, ხელმძღვანელობებით ჩვენ მხარს გვიჭერენ აქტიურად, მოტივაციას გვაძლევენ, რომ მათ მოწონთ ეს ყველაფერი. განსაკუთრებით მწვრთნელების ეხლა ხვდებიან და ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ ადრე ამ შესაძლებლობა არ ქონდათ და ესეთი რო ყოფილიყო ჩვენსავით ვიღაცა, ვინც მათ მხარს დაუჭერდა, შესაძლებლობას მიცემდა, რომ სხვადასხვა გზით მხარი დაეჭირა. ბევრად სხვა დონეზე იქნებოდნენ. რადგან რჩეულ თაობაში იწერება ჩემი ინტერვიუ, მზად ვარ ისეთ კითხვებსაც გავცე პასუხი, რომელსაც ბავშვებსაც უსვამთ. ევროპულ ფეხბურთში, ასე ვთქვათ, საყვარელი კლუბი მადრიდის რეალი არის ბავშვობიდან და ამის საპირისპიროდ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, რომელსაც ფეხბურთი შემაყვარა 5 წლიდან, ბანალურად არის რონალდინიო. საქართველოს ნაკრებში 10 ნომრიანი მაისურით ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით. ხო, თუ დაკავებული იქნება და 3 ნომრით. ჩემი სახითაც მინდა ბავშვებს გადავცე, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად გული მწყდება ეხლა იმის გამო, რომ ვერ ვთამაშობ ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე. პატარა ასაკში ძალიან მიყვარდა ეს სფერო და განსაკუთრებით მიყვარდა, ყველა მიცოდა ეს ჩემს საჯგული და იცის. სამწუხაროდ ეს უდისციპლინო არასდროს არ ყოფილვარ მართლა, უბრალოდ სწორად ვერ დავიცავი რეჟიმი იქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო მწვრთნელის გავლენა, რომ მწვრთნელი არ გვაძლევდა სწორ მითითებებს, ასე ვთქვათ, სწორ რჩევებსაც, იყო ხშირად შემთხვევები. ამ ყველაფერმა არა მარტო მე, ჩემი თობის ძალიან ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს, მართლა ჩემზე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებიც იყვნენ ჩემს გუნდში, რომელმაც დაანებეს ფეხბურთს თავი და გული მწყდება და ამ სფეროში ახლა მაგიტოა, რომ სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ბავშვები, ვუთხრათ თუ რამხელა სიამოვნება და პატივია, რომ ფეხბურთი ითამაშო და ფეხბურთი იყოს შენი მთავარი საქმე. პატარა რჩევის სახით მინდა და მე თქვა ბავშვებისთვის, რომ მაქსიმალურად მოტივირებული იყვნენ განათლების მხრივაც, რომ განათლებიც დაიცავენ საკუთარ რეჟიმსაც, დისციპლინასაც და თამაშის ჟინს და სურვილსაც დაიტოვებენ, ასე ვთქვათ, და შეძლებენ სამომავლოდ თამაშს. სამწუხარო რეალობა და ახლოვით მე გულწრფელად რო გითხრათ, ვფიქრობ, რომ 90-95%-იც კი
ბათუმში მშობლებს არასწორი ურთიერთობა აქვთ ფეხბურთელ ბიჭებთან, ესე ვთქვათ, და ეგ ყველაფერი რეალობაა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და კიდევ ამბობ, რომ ერთ თვალის დახუჭვას მირჩევნია რაღაცა ხმამაღლა ვთქვა და შემდეგ ამ ყველაფერი მოვაგვაროთ. მშობლებისთვის ჩვენი ორგანიზაციის აქტი ახლავე დავაანონსებ, რომ იანვარი-თებერვლის თვეში, ასე ვთქვათ, ჩვენ გვექნება მშობლებისთვის შეხვედრები მოწვეულ ექიმებთან, მოწვეულ ფსიქოლოგებთან, ცნობილ მწვრთნელებთან, რომლებიც რჩევას მიცემენ, როგორ უნდა იურთიერთონ შვილებთან და ამ ყველაფერს ახლა ამ კითხვის პასუხს მართლა ჩვენს ღონისძიებებზე ჩვენი მშობლები, ჩვენი ორგანიზაციის წევრი მშობლები გაიგებენ და მიიღებენ პასუხს, მაგრამ მე ხო ესე ვფიქრობ, რომ არ არის ყველაფერი გამართული, იმიტომ რომ მშობლებს სხვანაირი ინფორმაცია აქვს, არასწორი ინფორმაცია აქვს მიღებული, აი მათ დროს არ იყო ეს, ასე ვთქვათ, საფეხბურთო განათლება და ეხლა ყველაფერი გონიათ სხვანაირად და რეალურად თანამედროვე ფეხბურთში მიდგომები სრულიად შეცვლილია. ერთ რჩევას მივცემ, რომ დღეს ბათუმში მდენად ნიჭიერი მწვრთნელების თაობა წამოვიდა მართლა გულწრფელად, რასაც ვუყურებ, რომ აი მშობლებს ურჩევდი, რომ მაქსიმალურად მიცენ შესაძლებლობა მწვრთნელებს, რომ იმუშაონ ბავშვებთან, იმიტომ რომ მუშაობა მარტო მოედანზე ყოფნას არ ქვია, ესე ვთქვათ, მუშაობა ქვია, რომ მოედნის გარეთ მწვრთნელი ჩართული იყოს აქტიურად ბავშვის გაზრდაში, გონებრივ, მენტალურ და ფსიქოლოგიურ გაზრდაში და მოედანზე ფიზიკურ გაზრდაში და საფეხბურთო უნარჩვევების გაზრდაში. უბრალოდ მშობლებს ვეტყოდი, რომ ის დეტალები გაიარონ მწვრთნელებთან, რასაც შვილებს ეტყვიან, მოусმინონ, რასეუნებიან მწვრთნელები შვილებს, იმიტომ რომ ეს მწვრთნელები უკვე გადამზადებული, ლიცენზირებული მწვრთნელები ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან გადიან, ესე ვთქვათ, კურსებს და კარგად იციან, როგორ და რანაირად ითანამშრომლონ და იმუშაონ, ესე ვთქვათ, ბავშვებთან და აი ამას ვეტყოდი მშობლებს, რომ ძალიან უჩაერთობიან მწვრთნელის და ბავშვის ურთიერთობაში, რაღაცა წელხაზებს ნუ გადაკვეთავენ, იმიტომ რომ მწვრთნელება აი არ გამომივალბათ, უნდა თქვა, რომ უკეთესად იციან ეს სფერო და იციან რას და როგორ აკეთებენ მართლა. საბედნიეროდ მართლა ძალიან ნიჭიერი თაობა მწვრთნელების თაობა წამოვიდა და ეხლა რო უყურებ ყველა სკოლიდან თითქმის ევროპაშიც სხვადასხვა აქტივობებზე, ღონისძიებებზე ძალიან კარგად გამოიყურებიან, ჩემპიონები ხდებიან ჩვენი ბიჭები, ეს მწვრთნელები ბავშვებთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ აი მშობლებმა უმართლად თავისუფალი სივრცე უნდა დაუტოვონ მწვრთნელებს და შვილებს, რომ ითანამშრომლონ და რაღაცა არასწორი მიდგომებით, რომლებზეც თვითონაც არ იციან ეს არის თუ არასწორი, უბრალოდ ანუ აი არ აურიონ თაუზა შვილებს რა და ამის საპირისპიროა და არის მშობლები, რომელსაც უყურებ, რომლებიც აი მართლა თვალებში უყურებენ მწვრთნელებს, რომ სწორი ინფორმაცია წამოიღონ, თხოვენ მწვრთნელებს, რომ უთხრან, როგორ დაეხმარონ შვილებს ტრავმის შემთხვევაში, როცა არ არიან ძლიერად, ასე ვთქვათ, მენტალურად ბავშვები და დათრგუნულები არიან, დასტრესილები არიან, როგორ მიციან შესაძლებლობა, რომ უფრო გაძლიერდნენ აი მწვრთნელებს რეკეთება. მომწონს ყველაფერი არის, აი ცოტა არის კარგი მშობელი, რა თქმა უნდა, საფეხბურთო მშობლად, ასე ვთქვათ, რომელიც კარგად სწორად უდგება შვილს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში არას მე არ ვიძახი ვიღაცა ყვირილს და ესეთ რაღაცას, მე უბრალოდ ვძახი, რომ ერთი სიტყვაც კი შეიძლება არასწორი იყოს, აი კვებასთან დაკავშირებით, თუ აი სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით, ბევრი არასწორი ინფორმაცია აქვთ დღემდე მშობლებს და ეს ყველაფერი აზიანებს მთლიანად ბავშვის მომავალ კარიერას. ორგანიზაცია Football Vision-ის საფეხბურთო ხედვა, ესე ვიძებნებით ჩვენ Facebook-ზე და Instagram-ზე. ეხლა ჩვენ გვაქვს ატვირთული მემორანდუმების ფოტოსურათები, ვისთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ჩვენ ხედვაზე გვიწერია ჩვენ სოციალურ ქსელში, ასევე პირველი აქტივობები კინოკლუბის და ინტელექტ კლუბის ჩამოყალიბების შესახებ. ეს პოსტები ჩვენ უკვე ავტვირთეთ, ვაჩვენებთ მშობლებს ამ ყველაფერს და თუ გამოგვიწერთ და გვიჭერენ ხარს ამ მშობლების და შვილების ბავშვების აქტივობებსაც ნახავენ სად და როდის და როგორ გაიმართება. პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბებთან გვაქვს საფეხბურთო კლუბები ჩვენი შესაძლებლობით ჩავრთეთ. ეხლა მაქსიმალურად ვითარდებით, ძლიერდებით მასშტაბური ღონისძიებების გაკეთებას ვაანონსებ და გეგმავთ აქტიურად ყოველდღიურად ამისთვის მუშაობ ჩვენ გვყავს სხვადასხვა წევრები ორგანიზაციაში ასევე და არა მარტო საფეხბურთო კლუბები, სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის ორგანიზაციები, სპორტშოპები, ასე ვთქვათ, რომლებიც საფეხბურთო მიმართულებით არიან, სხვადასხვა ორგანიზაციებსაც ვიმატებთ, ესე ვთქვათ, სპონსორებად და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებშიც და ეს ყველაფერი ჩვენ გაგვაძლიერებს ამ ყველაფრის ინფორმაციასაც ეტაპობრივად მივაწვდით. დასკვნის სახით ესე ვთქვათ, მინდა რომ ბავშვებს ურჩიო, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ, მიიღონ განათლება, იფიქრონ, იაზრონონ, იმუშაონ საკუთარი თავის განათლებაზე, იმიტომ რომ ყოველწლიურად ყველა გამორჩეული ფეხბურთელმა
დღეს ვინც გრძელი კარიერა ეთამაშა, საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობა იცის, საკუთარი ქცევის წესები იცის და ეს ყველაფერი გააზრებული აქვს. აი აზროვნებისთვის საჭიროა კითხვა, ფილმების ნახვა, საინტერესო ადამიანებთან საუბარი და ინტერაქცია. აქედან გამომდინარე, ბავშვებს ურჩევ, რომ ჩვენთან იყვნენ, ასე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდეთ და მშობლებს ურჩევ ასევე, რომ ჩვენთან მოიყვანონ ბავშვები, რომელსაც სიტყვა და ჩვენ თუ ვერ მივწვით ვინმეს, აი აქ დაინტერესდნენ, ჩვენთან ითანამშრომლონ, ჩვენთან ყავდეთ ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენ ბევრ დარწმუნებულად სასარგებლო და კარგ საქმეს გავაკეთებთ და ვაკეთებთ მართლა უკვე ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. სამომავლო პერსპექტივაზეც მინდა ვთქვა, ჩემი მიზანია რომ 5-10 წლის შემდეგ მაღალ დონეზე ყავდეს, არ იყოს ეს ადგილობრივი ორგანიზაცია, ეს და არა მარტო ეს იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი გამორჩეული საგანმანათლებლო და საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო და წარმატებული აქტივობებით და პროექტებით გამოირჩევა ქვეყანაში და დიდ შედეგებს მივახცევთ, ასე ვთქვათ, და ეს ყველაფერი დარწმუნებული არ არა მარტო ჩვენი პირადი, არამედ ქალაქის და ქვეყნის წარმატება იქნება და სიძლიერე.